მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიწყებთ მეხუთე მეცადინეობას. ჩვენს მეცადინეობას ქვია მოას მახს თუ ჰოეთა. რას აკეთებ დღეს შენ? აქ არის მოცემული რამოდენიმე მაგალითი, ანუ უცხო სიტყვები, რომლებიც უნდა დავიმახსოვროთ ზეპირად. Tanzen, ცეკვა, მუსიკის მოსმენა, hören, Musik hören, ფეხბურთის თამაში, Fußball spielen, ჭადრაკის თამაში, Schach spielen, ზარმაცობა, Faulenzen, ტენისის თამაში, Tennis spielen, SMS-ის წერა, SMS schreiben, ტელეფონზე საუბარი, telefonieren, პიანინოს დაკვრა, Klavier spielen, ჯირითი, reiten, surva, schwimmen, სიამოვნებით, gern, ბიჭი და Junge, გოგონა, das Mädchen, საშინელი, schrecklich, წერა, schreiben, კითხვა, lesen, სწავლა, lernen. გოგონა ჯირითობს, das Mädchen reitet, ბიჭი SMS წერს და Junge schreibt SMS. ის ზარმაცობს, faulenzt. გოგონა თამაშობს ტენისს. Das Mädchen spielt Tennis. ბიჭი უსმენს მუსიკას და Junge hört Musik. ეს წინადადებები არის მოყვანილი ჩვენს მიერ ნასწავლი მაგალითებიდან. ეხლა ნახოთ კვირის დღეები როგორ ჟღერს. ორშაბათი და Montag, სამშაბათი და Dienstag, ოთხშაბათი და Mittwoch, ხუთშაბათი და Donnerstag, პარასკევი და Freitag, შაბათი და Samstag, კვირა და Sonntag, მთელი კვირა die Woche. აქ მოცემული გვაქვს პატარა SMS-ი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს, რომ წავიკითხავთ. და ქვემოთ მოცემული არის მისი თარგმანი. Hallo Timo. Meine Woche ist schrecklich. გამარჯობა Tim. ჩემი კვირა საშინელია. Am Montag habe ich Mathe. Am Dienstag habe ich mein Klavierkonzert. Und ორშაბათს მაქვს მათემატიკა, სამშაბათს კონცერტი. Da am Mittwoch ist Tanzkurs. Da ოთხშაბათს ცეკვის კურსი. Tanzen mag ich nicht, aber ich mag spielen. მე არ მიყვარს ცეკვა, მაგრამ მიყვარს თამაში. Ich schreibe am Donnerstag wieder. Mark. ხუთშაბათს ისევ მოგწერ. მარკი. ეს იყო ძალიან მარტივი SMS-ი, რომელიც შეგიძლიათ თქვენ თვითონაც დაწეროთ. ჩვენ ვისწავლეთ პირის ნაცვალსახელები, დღეს კი მათი ბრუნება მინდა შემოგთავაზოთ. მანამდე გავეცნოთ რამოდენიმე მაგალითს. შეგიძლიათ მომცეთ ჩემი წიგნი? Kannst du mir bitte mein Buch geben? მე არ ვიცი, სად არის შენი წიგნი. Ich weiß nicht, wo dein Buch ist. ნომინატივში ich არის მე, დატივში არის mir. ეს არის უკვე ნაბრუნები პირის ნაცვალსახელი. ამ ორი მაგალითიდან ჩანს, რომ მე არის სხვადასხვა ფორმით გადმოცემული. ნახოთ, როგორი ბრუნვიან დანარჩენი პირის ნაცვალსახელები, მაგალითად მხოლობით რიცხვში. Nominativ ich, Genitiv meiner, Dativ mir, Akkusativ mich. Nominativ du, Genitiv deiner, Dativ dir, Akkusativ dich. ეს არის შენ. დავუკვირდეთ მათ დაბოლოებებს. Nominativ Genitiv seiner, Dativ ihm, Akkusativ ihn. Nominativ sie, Genitiv ihrer, Dativ ihr, Akkusativ sie. Nominativ es, Genitiv seiner, Dativ ihm, Akkusativ es. მრავლობით რიცხვი. Nominativ wir, Genitiv unserer, Dativ uns, Akkusativ uns. Nominativ ihr, Genitiv eurer, Dativ euch, Akkusativ euch. Nominativ sie, Genitiv ihrer, Dativ ihnen, Akkusativ sie. აქ მოცემული გვაქვს მაგალითები და ვნახოთ თუ როგორ ჟღერს ისინი. Im Juli hatte Peter Geburtstag.
Klaus schenkt ihr ein Fahrrad. Klaus kommt aus dem Büro, arbeitet im Office. პირველი მაგალითიდან ჩანს, რომ ნაგულისხმები გვაქვს მდედრობითი სქესის ნაცვალსახელი, ხოლო მეორეში მამრობითი სქესის ნაცვალსახელები. ჩვენ წინა მეთადინებაზე ახსენით ზაინსა და ჰაბენის უღლება და ვნახოთ კიდევ ერთხელ როგორ ვიყენებთ მათ სწორი ფორმით. მე ვარ ბიჭი. Ich bin ein Junge. აქ სწორი პასუხი არის bin. ჩვენ ვართ მეგობრები. Wir sind Freunde. Sind არის სწორი პასუხი. Alla არის აქ. Alla ist da. Ist არის სწორი პასუხი. სად ხართ თქვენ? Wo seid ihr? Seid აქ არის სწორი პასუხი. Ist zu Hause? არის სახლში. Ist არის მართებული. ეს არის ზაინის ზმნის უღლების ტესტი. გადავიდეთ ყოფნა ზმნაზე, უფრო სწორად ქონა-ყოლაზე. ეს არის ჰაბენი და მისი მაგალითები. ყავს შენ და? Hast du Schwester? Hast არის სწორი პასუხი. ბავშვებს აქვთ ბურთი. Die Kinder haben einen Ball. Haben არის სწორი პასუხი. მას ყავს პატარა და. Hat eine kleine Schwester. Hat არის სწორი პასუხი. მე მაქვს პალტო. Ich habe einen Mantel. Habe არის სწორი პასუხი. ამით ჩვენი მეხუთე მეცადინეობა დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე.